გამარჯობა. გამარჯობათ. გაგვიცანი. მე ვარ ხონიშალიდან ლია შეთეკაური. ხონიშალში ვცხოვრობთ, ხონეში, მეორე სოფელიც გვაქვს ზემოთ ხონეში. ზამთარში იქით ვართ, ზაფხულში აქეთ დაბლეთ ჩამოვდივართ ხონიშალაში. ხონიშალა სადა ტერიტორიულად? ტერიტორიულად არის არდოტისკენ მიდიხარ მეორე მხარეს, მოდიხარ ხონიშალაში. ხევსურეთში ესე იგი. ხევსურეთში. მუცოს ზემოთ. და საზღვრის პირა სოფელი არის, ხო? საზღვრის პირა სოფელი არის. რამდენი კილომეტრია აქედან საზღვარი? საზღვარი კილომეტრები, რა ვიცი ახლა რამდენი კილომეტრი ამ მაგრამ თისიქით უკვე საზღვარია. უკვე საზღვარია, ხო. ხონეშიც ეგრე არის, ხონიშალაშიც ესე არის. საზღვარზე ვართ რა პრინციპში. რამდენი ოჯახი ცხოვრობს ხონიშალაში? ზამთარში 4 ოჯახი ცხოვრობს და ზაფხულში 3. და ეს არის სიდიდით მეორე სოფელი პირიქითა ხევსურეთში. მეორე სიდიდით მეორე სოფელია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყურადღება მაინც აკლია. ყურადღება ძალიან უყურადღებობა გვაქვს გზის მხრივ, ხიდის ვიძახით წლებია და ხიდი ვერ გავაკეთებინეთ. რამდენი წელია რაც ეგ ხიდი გაფუჭდა? ეს გაფუჭდა წყალდიდობის შემდეგ 2014-ში. 2015-ში იყო წყალდიდობა. ან 11 წელია გაფუჭებულია ხიდი. და სოფელში 2 გესტჰაუსიც არის. ხო, სასტუმროები აქვს. და როცა სტუმრებს მოსვლა ჭირდებათ, მაშინ როგორ ახერხებენ? ძალიან, აი მანქანები ხო ყავთ ახლა ჩადიან, ამოყავთ, აი მაღალი გამოვლობის მანქანა თუ არ ყავს, ვერ ამოხვალ. წყლებში ვერ გამოხვალ, დიდი წყალი როცა არის. გზას კი არა, სოფელს ეშინია აქ. სოფელი არ წაიღოს იმ მდგომარეობაში ვართ. და თვითონ მანქანის გზაც თლად კაი არისო, როგორც ნახე. მანქანის გზაც არ არის კარგი, ახლა ვერ ამოდის მანქანები მან პერევალივით გააკეთეს ეგ გზა. გვინდოდა რომ დაბლიდან გაიკეთებინათ, მაგრამ არ არის ყურადღება დაბლიდან კი არა გაკეთებულ გზას არ წმენდავენ ნორმალურად, რომ ეტყვი რომ ესე გააკეთე. მუცოდანაც რომ მოდიხარ, ძალიან ცუდი ამოსასვლელია. ცუდი ამოსასვლელია მანდ, ნაუმარს ვეძახით მანდ. აღმართი რო ამოდის ენარის შემდეგ გზა. მანდ კლდე არის, ერთი კლდე არის, მაგ კლდეზე გადმოსვლას ძალიან უჭირთ. შეუძლიათ რომ ტრაქტორის იმით ჩატეხონ ეს კლდე, მაგრამ არავინ პატრონი არ არის რა სოფლის. თუ 4-4-ზე არ არის მაღალი გამოვლობის მანქანა, ისე ფაქტობრივად ვერ მოახერხებ მოსვლას. ვერა, აი ახლა დარჩათ გზაში მოხონათ ფიცარი, ამ ჩემი დიშვილები არიან, გეცაუსი აქვთ, მაგრამ რაღაცა აქვთ გასაკეთებელი და დარჩათ ის მარშრუტკა გზაში, ბარგი რითაც ხონდათ ამოსატანი ვერ ამოვიდოდა იქ. და გზა თვითონ როდის მოდის ხოლმე აქამდე, როდის აღწევს ზამთრის მერე, რამდენი როდის იხსნება? ძალიან გვიან იხსნება გზაც, რავი, ალბათ ივნისის ბოლოს. მუცომდე შედარებით ნორმალური გზაა. მუცომდე არა უშავს, მუცომდე. და იქედან ეს არის არდოტისკენაც ცოტა ის არის, კაი გზაა, მაგრამ აი ჩვენი სოფელია ყურადღების გარეშე დატოვებული. 3 კილომეტრია რეალურად, ხო? ხო, 3 კილომეტრია აქ, ბევრი კი არ არის გასაკეთები. 3 კილომეტრი და ერთი ხიდი. ხო. გზის გარდა კიდე რა არის აქ თავარი პრობლემა სოფლისთვის? გზის გარდა პრობლემა ბევრია, მაგრამ აი რაღაცა შუქის პრობლემა გვაქვს რა, შუქის დენი. ახლა მზის პანელები ხომ მოაქვთ? მზის პანელები მოაქვთ ახლა ხონიშალაში კი მოაქვთ, აქ ზაფხულში აქ ვართ. ზამთარში მეორე სოფელი საერთოდ გამოტოვეს, სადაც ვართ 6-7 თვე. და იქ ხო გინდა დენი, იქ გვაქვს პატარა აკუმულატორები, იმაზე ვართ დამოკიდებული, გაითიშება ზამთარში ცუდამინძეს ვერტენის ამ აკუმულატორებს და ვართ ესე რა იმის გარეშე და აი ეს რო ჩაესვათ და აქაც დაიყენებინათ ან ვინმე იყოს ისეთი რომ გამოჩნდებოდეს რომ პატარა გესი გაკეთდებოდა. რო ელემენტარული შუქი გექნებოდა რაღაცა სამუშაებს, სარეცხ მანქანას დადგამ.
და კომუნიკაციის საშუალება როგორ არის, თქვა რაღაცა რო გაჭირდეს, აი ქვა რო დაეცა იმ მაშინ. ქვა რო დაეცა, რა ვიცი, ახლა მაშინ ცოტა ისეთი ამინდი იყო, კი მოვიდა მაშინ ვერტმფრენმა რაღაცა იწვალეს მაშინ იმ პირველ დღეს ამინდი არ იყო და ვერ მოვიდა, მაგრამ არის რა ვიცი ახლა, მაგრამ აი ამინდის გამო და ხანდისხან შეიძლება ინტერნეტის გათიშგული ქონდეს. ხან შეიძლება ისეთი ამინდები იყო მაშინ, რომ აი არ გექნებოდა საშუალება რაღაც 1-2 დღით ამინდი იყო გამოსული და ის აკუმულატორები დაიტანა, დაირეკა და რაღაც. ნუ და იმაგიტო აი შუქის პრობლემა გვაქვს უფრო დენი რა, დენი და გზა. ეხლა ინტერნეტი არის, მაგრამ ინტერნეტიც აი ხან ითიშება, ხან როგორ არის რა, ეხლა ყოველთვის არ გვაქვს ეს. უსაფრთხო. საგები. მადლობა.